2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხო იყო კატასტროფული გაყალბება. რა მაინტერესებს ხა თქვენგან? ეს არ იყო აშკარა წინასაარჩევნო კამპანიაზე რომ რაღაცისთვის ემზადებოდნენ რომ არჩევნები მოეპარათ? იმიტომ რომ ეხა ჩემთვის ამ არჩევნების დროს მე არასდროს არ დავიჯერდი რომ ივანიშვილი წავიდა არჩევნებით. ხო. არ იყო ეს აშკარა რომ ივანიშვილი გააყალბებდა არჩევნებს. ეს არჩევნები არ გაუყალბებია მანქანებს. ეს არჩევნები გააყალბეს ადამიანებმა. მანქანაში პრობლემა არ იყო, ანუ მათ გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ ის ბიულეტენი ჩაშვებულიყო მაგრამ მთელი სქემა მუშაობდა იმ მანქანამდე, სანამ მივიდოდა ადამიანი, ხო? იმ სხვის პირადობის მოწმობას იყენებდა, სხვისი პირადობის მოწმობის ნომრებს იყენებდა და ასე შემდეგ. ამაზე ამ ადამიანებზე ინფორმაცია ცესკოს მონაწილეობით ჰქონდათ მართლ პარტიას და ასე შემდეგ, ხო? ანუ რეალურად აი ეს რომ ესენი ასეთი სახით სხვის პირადობის მოწმობების და იმ ადამიანების სიების манипуляციას რომ გააკეთებენ, რომელიც არ გამოჩნდებოდნენ საარჩევნო უბანზე, ხომ? ეს იყო რაღაც ახალი ინოვაცია, მაგრამ ამის გარდა იყო ძალიან ბევრი სხვა რამეც, ხო? მე მგონია რომ საუბარი იყო ამაზე, უბრალოდ იყო საუბარი ასევე იმაზე, რომ ადამიანებს ქონოდათ სურვილი რომ ვისულიყვნენ და არჩევნებში მიიღოთ მონაწილეობა, იმიტომ რომ შე რო ბევრი გეყვირა და გელაპარაკა მხოლოდ იმაზე. ხო, მხოლოდ გაყალბებაზე. ხო, გაყალბებაზე, ხო ადამიანი იტყოდა რომ იცი რა არის აზრი არ აქვს, ახლა მე რო იქ მივიდი, მაგრამ ალბათ ხა ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ანგარიშებსაც და ყველაფერსაც ვდებდით ამაზე, ალბათ ჩვენ ყველას უფრო მეტი უნდა გველაპარაკა იმ გეგმაზე, რაც შეიძლება გქონოდა გაყალბების შემდეგ, იმიტომ რომ სინამდვილეში არავის არ ქონდა განცდა იმისა, რომ კარგ არჩევნებს ჩაატარებდნენ, ხო? ჩვენ ყველანი ვემზადებოდით ბრძოლისთვის.